პროფკავშირებში დღეს გამართულმა გამგეობის ხდომას, სადაც ეულიშენ ჯორჯიას პრეტენზიები განიხილებოდა პროფკავშირებ ლაბორის წინააღმდეგ გუშინდელი ხდომისგან განსხვავებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, როგორც ცნობილია. ლაბორის იურის გუშინ არ მიეცა ხდომაზე დასწრების საშუალება, რითაც დაიწყო სამართლიანი განხილვის პრინციპი. მათ სამ წევრს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ლაბორში აცხადებენ, მოძალადეები გაერთიანებული პროფკავშირების მიერ დაქირავებული დაცვის წევრები იყვნენ, რომელთა ამოცნობა შესაძლებელია. ფაქტთან დაკავშირებით ლაბორის იურისტი გეგმავს ადვოკატთა ასოციაციას მიმართოს, თავად ლაბორის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე მათ გარშემო განვითარებულ მოვლენებს პროფკავშირების არჩევნებზე თავმჯდომარის კანდიდატურად მის დასახელებას უკავშირებს. ბრალდებებს უპასუხეს გაერთიანებულ პროფკავშირებში, სადაც აცხადებენ, რომ გიორგი დიასამიძეს თავად არ მოუთხოვია იურისტის დასწრება ხდომაზე და შესაბამისად მათ არ დაუყენებიათ დღის წესრიგში გამგეობის ხდომაზე იურისტის დასწრების საკითხი. გარე პირს კი არ აქვს უფლება დაესწროს ხდომას. ეს ყველაფერი შედასრულდა, თუმცა გუშინ მაგალითად პროფკავშირ ლაბორის სამ წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რაც გამგეობის ხდომაზე განხორციელდა, იყო წესების შეუსაბამობაში და წარმოიქმნებოდა ძირითადად გამოსახული იყო ცრუ ბრალდებებით და ერთადერთი მიზანი და ის აგრესია, ჩემს მიმართაც და პროფკავშირ ლაბორის მიმართაც არის ის და ამ აგრესიის ავტორები არიან პროფესიული კავშირების გაერთიანების უმაღლეს თანამდებობის პირები, რამდენიმე ცალკეული ადამიანი. არის ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ პროფკავშირმა ლაბორმა ჩემი კანდიდატურა დაასახელა 2025 წლის პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ და სწორედ აქედან გამომდინარე მოდის ძალიან დიდი აგრესია. არ მისცა შესაძლებლობა სათანადო დაცვით ესარგებლა გიორგი დიასამიძეს და ლაბორს, ესე იგი დაარღვია დაცვის კონსტიტუციური უფლება. მე შემიშალა ჩემი აზრით საადვოკატო საქმიანობაში ხელი. კარში იდგა ჩვენთვის გაუგებარი პირი, მე ამ ორგანიზაციაში 4 წელი ვიმუშავე და ის პირი მე არასოდეს მინახავს. აქედან გამომდინარე გამოვთქვა მეჭვს იმის თაობაზე, რომ ის იყო სპეციალურად დაქირავებული პირი ამ დღისთვის. სწორედ ის პირი იყო, მე პირადად შევესწარი ამ ფაქტს და გუშინ გამოვიძახე პოლიციად, სასწრაფო დახმარებაც, ჩვენებაც მივეცი და ამოცნობა შემიძლია ამოძალადისა. მან მუშტი ჩაარტყა სახეში ლაბორის ერთ-ერთ წევრს და ეულუშენ ჯორჯიას ერთ-ერთ გაფიცულს, ასევე სახეში ჩაარტყა და კბილი ჩაუმტვრია მეორე პირს. ჩვენ უნდა ყავდეს მოწვეული სტურმები, ამის შესახებ ხდება წინასწარი ინფორმება, ლაბორს არ დაუყენებია საკითხი. ვერანაირ შემოვიდა და გარეშე პირი, იმიტომ ხდომაზე ესწრება ის პირები, ვინც არიან უფლებამოსილები პირები. თუ ასეთი პირების ყოფნა სურდა, ლაბორი არის ჩვენი წევრი ორგანიზაცია წლებია, გიორგისთანაც წლების ურთიერთობა გვაკავშირებს, მათ შორის დარგობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის სტატუსით და შესაბამისად შეეძლო პროცედურა დაეწყო და ესე დაეყენებინა ეს საკითხი. გიორგი ისევე როგორც გამგეობის სხვა წევრები არიან უფლებამოსილი, რომ როცა გვექნება გაიცათ ჩვენი შიდა პრილობა, არჩევნები იყაროს კენჭი და არანაირი კავშირი ახლა ამ სიტუაციას ახლა რაც აქ დატრიალდა გაფიცულების გარშემო და მის არჩევნებს შორის ფიზიკურად ვერანაირი ბმა ვერ ექნება.